მოგესალმებით, მეგობრებო, ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღეს გავაკეთოთ ასეთი დაშლა ურთიერთობაზე, დაპაუზებული ურთიერთობა. როგორ განვითარდება ეს ურთიერთობა? ვნახოთ რა ხდება ახლა ურთიერთობაში და შემდეგ როგორ განვითარდება. რა ხდება ახლა თქვენთან? ამ ურთიერთობაში დიდი ხანია ეს ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ გრძელდება, არაფერი არ იცვლება და სულ ერთ წრეზე ტრიალებს. და აქ უკვე რაღაცა ერთი ეტაპი უნდა დასრულდეს, რადგან აქ ბევრი ეტაპი გამოიარეთ, ბევრი რაღაცა გამოიარეთ და უკვე უნდა შეიცვალოს. ზოგიერთთან უკვე დაიწყო რაღაცა ცვლილებები ამ ურთიერთობაში. ზოგიერთთან დაიწყება, რადგან აქ უკვე ისეთი ეტაპია, რომ ცვლილებები უნდა დაიწყოს და ეს თქვენი სულ ერთი და იგივე სიტუაცია, როდესაც ურთიერთობაში არაფერი არ იცვლება, დიდი ხანია მიმდინარეობს ურთიერთობა, მაგრამ არანაირი ცვლილება არ ხდება და რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც სულ ერთი და იგივეა, თითქოს საერთოდ არანაირი წინსვლა განვითარება ურთიერთობას არ აქვს და უკვე აქ ხართ ისეთ ენერგიებში, რომ უნდა დასრულდეს რაღაცა ეტაპი და შეიცვალოს ეს ურთიერთობა და რა შეიცვლება. ის რაც აბრკოლებს ამ ურთიერთობას, ის რომ ერთ წრეზე ტრიალებს და არ აძლევს საშუალებას, რომ გზა გაიხსნას და განვითარდეს და წინ წავიდეს ეს ურთიერთობა, ეს უნდა შეიცვალოს, ამ წრიდან გამოვიდეს ეს ურთიერთობა და აქ ზოგიერთი აირჩევს იმას, რომ საერთოდ გავიდეს ამ ურთიერთობიდან. ამ ცვლილებას დრო დაჭირდება. აქ არჩევანი არის თქვენზე. როგორ მოიქცეთ? წახვიდეთ ამ ურთიერთობაში თუ დარჩეთ ამ ურთიერთობაში, რომელსაც კიდევ დაჭირდება დრო იმისთვის, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს. და აქ გარკვეული პერიოდის შემდეგ კი იქნება, რა თქმა უნდა, ცვლილებები და აქ მამაკაცი იაქტიურებს, ცვლილებები აუცილებლად იქნება, ის შებოჭილობა, რომ ვერ იხსნება ეს ურთიერთობა და შებოჭილი ურთიერთობა, რომელიც ვერ ვითარდება, აქ ცვლილება აუცილებლად იქნება, მაღალი ძალებიც დაგეხმარებიან ამ ურთიერთობაში და აქ როგორც გითხარით, მამაკაცი გადადგამს აქტიურ ნაბიჯებს და გამოჩნდება, იაქტიურებს თავის გრძნობებს დაგანახებთ, რადგან ამ მამაკაცს გრძნობები აქვს თქვენს მიმართ და მისთვის მნიშვნელოვანი ქალი ხართ. ის გულის ტკენა, იმედგაცრუება, ტკივილი, რაც არის ამ ურთიერთობაში, აქ მამაკაცი მოდის, იღებს პასუხისმგებლობას, იწყებს მოქმედებას, ისე როგორც საჭიროა. და აქ არის, აქ თქვენ ტოვებთ იმ ყველა ტკივილს, რაც გაქვთ ამ ურთიერთობაში, იმედგაცრუებას, წყენას და ირჩევთ ახალ გზაზე გავა ეს ურთიერთობა, რადგან აქ თქვენ უკვე მიიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება, ძალიან ბევრი რამ ისწავლეთ ამ ურთიერთობაში. არჩევანსაც გააკეთებთ და აირჩევთ ახალ გზაზე წასვლას. აქ
აქ ისეთი ცვლილება იქნება, სრულად შეიცვლება თქვენი ურთიერთობა, რაც იყო თქვენს ურთიერთობაში, როგორი სიტუაციებიც იყო, ისე აღარ იქნება, ანუ განახლება ურთიერთობის და აქ თქვენს უფრო მეტად, აი თქვენ აქ მამაკაცი არ არის ისეთი მამაკაცი, ანუ სერიოზული, რომელსაც თავისი საქმეც აქვს, ბიზნესიც ჰქონდეს, დაკავებულია თავისი საქმით, თქვენც ასე ხართ, თქვენც გაქვთ თქვენი საქმე, თქვენც ხართ დაკავებული თქვენი თავითაც და აი აქ ის მომენტი, რომ მამაკაცი არ მოქმედებდა და მხოლოდ თავის თავზე იყო გადართული, ფიქრობდა მხოლოდ თავის საქმეზე, თავის ფინანსებზე, აქ და ფიქრობდა იმაზე, თავის კომფორტზე ამ ურთიერთობაში და თავის თავზე ჰქონდა მორგებული, აქ შეცვლის ეს ადამიანი ამ თავის მიდგომას და ქმედებებს და გამოჩნდება, აქ ძალიან დიდი ცვლილებები იქნება, როგორც გითხარით, მოულოდნელი, ჩქარი ცვლილებები და ამას გააკეთებს მამაკაცი იმოქმედებს და მოულოდნელი შეება, როცა არ ელოდებით, ზუსტად მაგ დროს გამოჩნდეს ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში თავისი მოულოდნელი ქმედებებით და უკვე სერიოზული სახით დაბრუნდება თქვენთან ურთიერთობაში და ის იმ სულ ფიქრებიდან გამოხვალთ, იმ უსასრულო ფიქრებიდან, რომელიც ახლა გაქვთ და აქ უცებ რაღაცა მოხდება და ახალ გზაზე მიდის ეს ურთიერთობა, აქ უკვე სერიოზული ურთიერთობა იქნება. ზოგიერთი გადაწყვეტს, რომ ეს იყოს როგორც ოჯახი. ანუ აი ყველაფერი ძველი მიდის თქვენი ურთიერთობიდან და იწყება ახალი ურთიერთობა, ახალი გამოცდილება. აქ ორივე ადამიანი ყველაფერს ტოვებს უკან, რაც გამოიარეთ ამ ურთიერთობაში და უკვე ახალი ეტაპი იწყება. ახალ გზას ირჩევენ აქ ადამიანები. აქ როგორც გითხარით, ამ ურთიერთობის გაგრძელებას დრო სჭირდება, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ აქ ურთიერთობა გაგრძელდება და როგორც გაგრძელდება, უკვე მიიღეთ ინფორმაცია, ამ ურთიერთობას კარგი გაგრძელება აქვს. აქ არჩევანი თქვენზეა, როგორ მოიქცევით, დაელოდებით ამ ურთიერთობის განვითარებას, თუ გახვალთ ამ ურთიერთობიდან, ამ ურთიერთობის გაგრძელება იცით, როგორიც იქნება, მეგისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას პირად ურთიერთობაში.